მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩემი სტუმარია ლევან მეტონიძე. ლევან, მოგესალმები. სალამი ნიკა, მივესალმები შენს მაყურებელს. ხო, აი წლის მიწურულია და მოხარული ვარ, რომ მე და შენი ჩვენი სტრიმი, ჩვენი პოდკასტი იქნება, ესე ვთქვათ, შემაჯამებელი, დამასრულებელი. მიმდინარე წლის და ორმაგაცა სიხარულოა ის, რომ ზუსტად იმ თემასთან დაკავშირებით ვისაუბროთ ისევ. ჩვენ წინა პოდკასტში რადგან გქონდა აქცენტები გაკეთებული, შემოქმედებითი ტრადიციონალიზმი და გავშალოთ მაქსიმალურად ეს თემები და ისტორიული მიმოხილვაც გავაკეთოთ, გარკვეულწილად ისტორიული წიაღსვლები, ვისაუბროთ რა იყო, როგორ იყო. შენ შესანიშნავი სტატია გამოაქვეყნე ფორჯიში და ჩემო მეგობრებმა, ჩვენმა საერთო მეგობრებმა ეს აღნიშნეს და იქიდანაც, რასაც შენ საჭიროდ ჩათვლი, შემოიტანე განსახილველად ან აღსანიშნავად. და რა ვიცი, დავიწყოთ, გისმენ ლევან. დავიწყოთ, კიდევ ერთხელ მოგესალმები, მივესალმები შენს მაყურებლებს. ეს სტატია დავარქვით ემიგრანტის მანიფესტი, რა თქმა უნდა, ეხება ამ იდეას, შემოქმედებით ტრადიციონალიზმს, რომელიც ჩემი აზრით ჩვენ გვჭირდება საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს იმისათვის, რომ ამ ურთულეს დროს, როდესაც ფაქტიურად ყველაფერი თავდაყირა დგას, ძველი წესრიგი და წესები მოიშალა და ჯერ ახალი არ შექმნილა და ფაქტიურად კუნთების თამაშს ხედავთ დიდ სახელმწიფოებს შორის. პატარა სახელმწიფოებმა ზოგი ფიქრობს, რომ რაღაც გარკვეულ ალიანსებში უნდა თავი ამოყოს, ზოგსაც კიდე მიაჩნია, რომ რაღაცა შინაგანი მდგომარეობა ქვეყნის შიგნით, საზოგადოების შიგნით უნდა გაძლიერდეს და გამყარდეს და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ გარკვეულწილად ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ტრადიციულ ინსტიტუტებს და აქედან გამომდინარე, აი ამ შემოქმედებით ტრადიციონალიზმში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღერძის ფუნქციის მატარებელი არის სწორედ მონარქიის ინსტიტუტის აღდგენა როგორც სიმბოლური ფიგურის. სიმბოლურის არა მმართველის, არა კონკრეტულად რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრის, არამედ როგორც ქართული იდეის და სულის მატარებელი სიმბოლოსი. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალური ცვლილებები მიმდინარეობს, მონარქის ფიგურა და საერთოდ მონარქიის ინსტიტუტი იქნება ის საფუძველი და ის რაღაც ერთგვარი ფუნდამენტი, რაზეც ჩვენ მომავალში უნდა დავაშენოთ ქართული სახელმწიფო და ეს იქნება ფაქტიურად სიმყარის გარკვეული ცენტრი, რომელზეც ქართული საზოგადოება თავისი ტრადიციებით, ადათით, თავისი მსოფლმხედველობით, ქრისტიანული მართლმადიდებლური რელიგიით იქნება მყარად წარმოდგენილი, რადგან ჩვენ არ ვიცით რა კონფიგურაციას ვნახავთ 2026 წელს, შეიძლება 27-ში თუ 28-ში, ყოველ შემთხვევაში ძალიან დინამიური პროცესებია, მაგრამ ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ გარკვეულ მოვლენებს, გარკვეულ პროგრესულ მოვლენებს, მაგრამ ამავე დროს ჩვენი სახე უნდა შევინარჩუნოთ ისეთები, როგორიც ყოველთვის ვიყავით, ვართ და უნდა ვიყოთ მომავალში. ანუ დავრჩეთ ქართველები, ძირითადად მოსახლეობა არის ქრისტიანული და რაღაც დისბალანსი არ უნდა მოხდეს, ჩემი აზრით. უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სახე, ჩვენი სულისკვეთება და ჩვენი განვითარების ეს ხაზი უნდა იქნას გამყარებული. აქედან გამომდინარე, ეს ამ ინსტიტუტის აღდგენა არის მნიშვნელოვანი, ამავე დროს ქვეყანა არის დანაწევრებული და გვაქვს ორი ძალიან რთული რეგიონი, რომლის მოსახლეობას დღევანდელი ვინც იქ ცხოვრობს, უნდა შემგვირიგოთ და ძველი დამოკიდებულება, მათდამი, გარკვეული პროგრამები თუ პროექტები თუ პარადიგმა, რომელშიც ჩვენ
დღემდე ვრჩებით და ამ ხალხთან გვაქვს დამოკიდებულება და ასე ურთიერთობთ, ეს ნაკლები ეფექტის მომცემია. მე სულ ვესაუბრები მაგალითად ახლა აფხაზეთის მოსახლეობას და თვითონ ისინიც ამბობენ, რომ უკვე ეს ძალიან კარგია ეს ჯანდაცვის პროგრამები, მაგრამ ეს უკვე ჩვენთვის არის როგორც for granted და ინგლისურად რო ვთქვათ, ანუ როგორც საჩუქარი და რომელიც არის თითქოს არსებული რა, ეს ასეც უნდა იყოს. ხო, ვალდებულად თვლიან რა. ანუ ვალდებულად კეთებითონ ჩვენ თვლით. გავალდებულებო რომ ჩვენ ეს გაუწიოთ ეს მოსახლეობა. ანუ ყველა მიეჩვია. ამას ეს უკვე აღარ არის რაღაცა ჰუმანური ჟესტი, ეს არის თითქოს რაღაც სახელმწიფოს ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც ერთ-ერთ რეგიონს ემაშვებით უკეთებთ რა და ფაქტიურად ეფექტი დაკარგული აქვს ამას. რა თქმა უნდა, ხალხის სიცოცხლე ნარჩუნდება, რაზეა საუბარი, მაგრამ მასაში, საზოგადოებაში ეს არის აი თითქოს როგორც ეკუთვნით და ჩვენც ვაკეთებთ და აქედან გამომდინარე ესეთი რაღაც გადასახალისებელია რა პოლიტიკა და თვითონ ახლა მონარქიაზე როცა ვსაუბრობ მე წინა გადაცემაში ვთქვი რომ ეს ხალხი რომლებიც ტომით აფსუა და საკუთარ თავს უწოდებენ აფხაზებს ისინი ამბობენ რომ ანუ ქუთაისი მათ ენაზე ქუთეიშ იყო მათი აფხაზეთის სამეფოს დედაქალაქი და ანუ განწყობა ქუთაისისადმი ამგვარი აქვს რომ ეს ჩვენიც არის თუ უფრო მეტი არა და ჩვენია და რაღაცა მსგავსი ხო მონარქიის ინსტიტუტის აღდგენის შემთხვევაში ქუთაისში შეიძლება გადატანილი იქნას სიმბოლურად ასევე თქვათ სატახტო ქალაქი პოლიტიკური ცენტრი ისევ და ისევ რა თქმა უნდა იყოს თბილისი მაგრამ ჩვენ ამას გამოხმაურება მოყვა წინა პოდკასტში შეერო ეს თქვი ქუთაისლება როგორ ჩანს დადებითად აღიქვეს ეგ კი იმიტომ რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ხო დავითმა რომ თბილისში გადაიტანა ესა სატახტო ქალაქი იმიტომ რომ ის გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ასე იყო მაშინ მიზანშეწონილი და ასეც მოხდა მაგრამ ახლა მე ვფიქრობ რომ ასეა მიზანშეწონილი რომ სიმბოლურად დაბრუნდეს და გარკვეული სტატუსი მიენიჭოს ამ ქალაქს რომ აფხაზებთან ჩვენ ვთქვათ რომ აი ეს ჩვენი საერთო სატახტო ქალაქია და ერთგვარი ქართულ-აფხაზური სამეფოს იდეა შეიძლება განმოვითაროთ და თუ სახელმწიფო არ აღდგა ანუ თუ არ გამთლიანდა სახელმწიფო თუ არ გაჯანსაღდა ეს ორგანიზმი ასე დანაწევრებულ სახელმწიფოს ნიკა არა აქვს მომავალი რა ჩვენ ვერასოდეს ვერ გავხდებით ოლიმპიელები თუ კი ვართ პარაოლიმპიელები ხსულ მომხავს ეგეთი მაგალითი ხო ხეიბარი ადამიანი ვერ დაუდგება ოლიმპიელს ნებისმიერ დისციპლინაში და ის იქნება თავის კატეგორიაში და ნუ ეს კატეგორიაც არსებობს და თუ ქართველი ხალხი ცოტა ესეთი თავმომწონე თავმოყვარე ხალხი ვართ და პრეტენზია ყველას გვაქვს რომ ზოგი ევროპას ამბობს რომ ევროპა, ზოგი ამბობს რომ კავკასიის გულია, ზოგი ამბობს რომ ესა რა ქვია რუსეთი ქართველებმა დააყენეს ფეხზე, ნუ სტალინი, ბერია ასე შემდეგ და ნუ ყველას გარკვეული პრეტენზიები აქვს, მაგრამ ეხლა როცა საქმე მიდგება ქვეყნის განთლიანებაზე, გაერთიანებაზე, რა მექანიზმებით უნდა მოვახდინოთ ეს, ბევრმა არ იცის და ეხლა ისევ და ისევ ქართულ სუფრაზე მონარქი, სადღეგრძელო, დავითი, თამარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ფაქტიურად იგივეს გამეორება გამომდის, მაგრამ ასეთი სიტუაციაა და ეს ცოტა ეს არის შემაშფოთებელი ჩემი აზრით და ახლა სტალინი ვახსენე და იმის თქმა მინდა რომ რუსეთში სტალინის ფიგურის დაბრუნება ხდება როგორც ერთგვარი კულტის, იმიტომ რომ ალბათ მოისმენდი შენს და წაიკითხავდი კარაგანოვის გარკვეულ ხედვას, რომ რახან რუსეთის ფედერაციას დაპირისპირება აქვს დღესა უკრაინასთან და შესაბამისად მთელ დასავლეთთან ეს სტრატეგიული სიღრმე საკმაოდ შემოკლდა ცენტრსა და ანუ დაპირისპირებულ მხარეს შორის ეს არის სტრატეგიულად და გეოპოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით საკმაოდ დიდი ხიფათი ის ამბობს რომ ჩვენ უნდა გადავიტანოთ გარკვეული
ფუნქციები, ცენტრის იქნება ეს თუ წარმოების, ინდუსტრიის ციმბირში. და ციმბირი უნდა წამოვწიოთ. ციმბირში დღესდღეობით, როგორც თავად აღნიშნავს კარაგანოვი, არის ცხოვრობს 6 მილიონი ადამიანი. 6 მილიონი ადამიანი არის ძალიან მცირე რაოდენობა ამ ხელა რეგიონისთვის და ამ ხელა საქმისთვის. შესაბამისად, ჩემი ვარაუდით, სტალინის ფიგურის დაბრუნება და ამგვარი ძლიერი ხელის ესა აღზევება კვლავ რუსეთის ფედერაციაში, ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული რაოდენობის ძალები უნდა იქნას გადასროლილი ციმბირის სასაღორძინებლად და წამოსაწევად და ამას როგორც ჩანს პუტინი მაინც რბილ იმათ ითვლება მმართველად, ის მაინც ლიბერალური მმართველად ითვლება, იქ უამრავი დაჯგუფებებია, რომლებიც უფრო სიხისტეს ითხოვენ მისგან, მაგრამ ეს ხაზი მაინც იმგვარი სიხისტე არ არის, როგორცაც მისგან ითხოვენ და ანუ ეს აჩრდილი პუტინის უკან უნდა დადგეს სტალინის, რომ უფრო გამკაცრდეს ქვეყნის გინდა საომარი ომის წარმოება, გნებავთ ქვეყნის გაძლიერება, ინდუსტრია, წარმოება და ასე შემდეგ და ეს არის როგორც ჩანს რუსეთისთვის საჭირო ამ თვალსაზრისით და ჩვენთანაც რო ხედავ მე ამგვარ ტალღებს ჩვენსკენას მოდის ეს სტალინიზმის გარკვეული ტალღები ჩვენ უნდა დავფიქრდეთ რომ რატო ხდება ეს მაგალითად რატომ ხდება გააქტიურება მაგალითად სტალინის პერსონის იმგვარად რომ ნუ გავიგეთ ქართველი იყო ესა გუთნის ქვეყანა საბჭოთა კავშირის თვალსაზრისით დააყენა ატომურ ქვეყანად და ეს გასაგებია მესმის მაგრამ რუსეთს თუ სტალინი ჭირდება ჩვენ უნდა დავსვათ შეკითხვა გვჭირდება თუ არა ჩვენ სტალინი ისე როგორც ჭირდება ეს რუსეთს რატომ მოდის ეს ტალღები ასე აქტიურად რატო იწერება რომ მაგალითად სტალინმა არ იცოდა გარკვეული 37 წლის მოვლენების შესახებ თითქოს აი არის ცნობილი ერთგვარი ბაიკა არსებობს ასე ჟარგონი რომ გამოვიყენო რუსული რომ ხრუშოვი როდესაც უგზავნიდა მას დასახვრეტთა სიებს და კვოტებს მან კი მოუწერა ხელი ამ ემაზე დეპეშა. შეგედა და გეთქვა ბერია, ხო? არა, ესა ხრუშოვი. აი ჩაგიგდა ის ფოტო და იქ შემოვიტანოთ? ხო, შეგიძლია შემოიტანო. ხრუშოვის ის სადაც არის გამოგზავნილი ტელეგრამა, თუნდაც არის რაც ქვია. და ანუ ეს ბაიკა არსებობს, რომ ხრუშოვმა რომ ეს გაუგზავნა ეს რომელი წელია და საიდან ძალიან საინტერესო არტეფაქტია. ეს გახსნილია არქივებია ახსნილია. ეს რომელი წელია, ისა? 37 წლის. 37 წელი. უნდა იყოს რა, როდესაც რეპრესიები. მე რატომღაც მეგონა რომ 37 წელი და ბერია იყო გადაბმული და. არა, ბერიაც არის, მანდ, ბერია. ეს ბერია, ეს შენ ახლა სხვა ის იმას. ო, ეს ბერია, ხო, ეს კონდა მე ნანახი და იმიტომ ხო და. მეორეც გამოვაგზავნე. ეხლა მე ანუ ბაიკას მოუყვები რა, რაც არის. მე მანამდე შემოვიტან. ხო, რომ ესე იგი, როდესაც ეს გამოვაგზავნა ხრუშოვმა, რომ ეს კოტები გამიზარდეთ დასახვრეტი ხალხის, მან მიცა თანხმობა, მაგრამ ამავე დროს მიაწერაო უიმის დურაკ. ანუ გეყოფაო, მორჩიო რა, ნუ ეს არის ხო, ლევან, ტავარიში სტალინო. ხო, ნუ ეგ წერია უტვერძით, ანუ მაგრამ ეს უიმის დურაკ არ არის. შეიძლება სხვა მსგავსი რამე იყო და უბრალოდ ესეთი არ ჩანს. გესმის, ეს არის უბრალოდ აი ესაც ბუნებრივია ღია წვდომაშია, ხო, რახან შეიძლება. ხო, ღია, აბა ეხლა მე ის NKVD-ს არქივებთან ხელი რა თქმა უნდა არ მემიწვდება ეს ყველაფერი არის ინტერნეტში. და რაც შეეხება ის მეორეს რო აჩვენე, ის არის უკვე ბერიას გაგზავნილი და აქაც წერს უტვერძით სტალინი კონკრეტულად ანუ გაზდას რიცხოვნობის დასახვრეტი ხალხის. აბა.
რუსეთში როგორი ისა შეხედულება რომ ყველაზე ესეთი მტარვალი და სისხლისმცემლები იყვნენ იაგოდა და იეჟოვი, იაგოდაც დახვრიტეს და იეჟოვიც დახვრიტეს და შემდეგ საქართველოსთან ბერია გადაიყვანეს მერე იმას იეჟოვის ადგილას და იქმნება ესეთი გარკვეული ნარატივი, რომ აი ბერია რო წამოვიდა, მაშინ შეწყდა ეს დახვრეტები და მოკლედ ხალხმა ამოისუნთქა. კი ბატონო, შესაძლებელია, მაგრამ აი თუ აჩვენებ ჩემი დიდი ბაბუის სურათს, რომელიც აუცილებლად. ხო, ეს არის ჩემი დიდი ბაბუა, ბესარიონ მახარაძე, რომელიც საღორიის ტყეში ძაღლივით დახვრიტეს ერთი ტყვია ესროლეს თითო ადამიანს. და ესე იგი რისი თქმა მინდა, ის დეპეშა ხო ბერიას გამოგზავნილი, იყო აი იქ შეიძლება აი ბაბუა ჩემიც მოხვდა, ჩემი დიდი ბაბუა ამ სიაში, რომ ყოფილიყო ეს ადამიანი დახვრეტილი და ეს არის ჩვენი ოჯახი, ანუ აქ არის ჩემი ბები, ანუ ბაბუა იყო დიდი ბაბუა, მრავალშვილიანი ოჯახის მეთაური, ეს არის მისი მამა, შუაში რომანოზ მახარაძე, ანუ წარჩინებული ოჯახი, განათლებული და ყველანაირად წარმატებული ოჯახი ქუთაისის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ და ერთ-ერთი აქ მელოდი კაცი როა უკან, ისიც იყო ძმა ვალიკო მახარაძე, ისიც დახვრიტეს. ანუ ამ ოჯახში ორი ადამიანი დახვრიტეს. ეს როდესაც ჩვენ რაღაცას ჩვენ მსხვერპლი ვართ, გესმის? ანუ მე ვარ მსხვერპლის ოჯახიდან და ჩვენ უნდა გვცენ პატივი იმ ხალხმა, ვინც მაგალითად გარკვეულ დითირამბებს მღერის 37 წელს ემაშვება, ცდილობს მიჩქმალოს 37 წელი და თქვათ ომის შემდგომი ინდუსტრიული აღზევების პერიოდი დაგვანახოს საბჭოთა კავშირის. ეს კი ბატონო იყო, რა თქმა უნდა, სტალინმა თქვა, რომ 10 წელიწადში თუ არ გავივლით ჩვენ ის, რაც სხვა ქვეყნებმა 100 წელიწადში განვლეს, ჩვენ უბრალოდ დაგკუჭავენ, нас самнут, ხო? ასეთი ცნობილი. ზუსტად ეგ ფრაზა ქონდა სამნუტ. нас самнутო, ხო და კი ბატონო, დიდი გარღვევა მოახდინა საბჭოთა კავშირმა ნამდვილად და სერიოზული კონკურენტი გახდა დასავლეთის. მაგრამ ეს იყო, ეს წლები, ეს არ არის დასავიწყებელი, ჩვენ უბრალოდ ჩვენი ემოციაც თვალისწინებელია და დაახლოებით, რა ვიცი, საერთო ჯამში მე მგონი 1.5 მილიონი ადამიანი იქნა დახვრეტილი და თვითონ ახსნა ამ დახვრეტების, ანუ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. მე მაქვს 1925 წელს გამოცემულია ეს წიგნი, რევოლუციის სოციოლოგია, რუსი სოციოლოგის პიტირიმ საროკინის წიგნი არის ეს, რომელიც გაიქცა თუ გააძევს, ახლა ზუსტად აღარ მახსოვს, მე მგონი ფილოსოფსკი პარახოდის ის იყო გზავრი, როდესაც ილინი, ბერდიაევი და ეს ცნობილი ხალხი ჩასვეს ხომალდში და გააძევეს საბჭოთა კავშირიდან და მან ეს წიგნი გამოცა, ეს არის აი ყველა სოციოლოგისათვის და ვისაც აინტერესებს პერიოდი, თან რევოლუციის ბუნება როგორია, რევოლუციის შემდეგ რა ხდება ქვეყანაში, როგორ ვთქვათ, ეცემა, შობადობა, როგორ ინგრევა ოჯახის ინსტიტუტი, ანუ ყველაფერი აქ აღწერილი ამ წიგნში და ანუ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინადადება არის კონკრეტული წითელი კომისრის, ვინც იყო წითელი ტერორის ერთ-ერთი მოთავე, გვარად ლაციზი. ეს კაცი იყო თორცელი ლიტველი წარმოშობით და ასეთ რამეს წერს, აი ინგლისურად წავიკითხავ და გადავთარგმნე. We exterminate not the individuals, but the bourgeoisie as a class. Don't look in our records for the evidences of the criminal actions or of the words of the accused persons. The fate of them is decided by the fact to what class they belong, what education they have got. This is the essence of the Red Terror. ესე იგი,
ჩვენ ვანადგურებთ არა ინდივიდსო, არამედ ბურჟუაზიას როგორც კლასსო. ეძებთ ამ ხალხის შესახებ რაიმე ჩანაწერებს ან მათი ბრალეულობის შესახებ რაიმე ინფორმაციასო. მათი ბედი განსაზღვრა მათმა მიკუთვნებულობამ კონკრეტულ კლასთან და მათმა განათლებამ. ეს არის ბუნება წითელი ტერორისა. ხო, კუთვნილებას უსვას მაგ ხემას. ხო, ანუ ესე იგი კლასის განადგურება საერთოდ და ეხლა ჩემი დიდი ბაბუა ბესარიონ მახარაძე იყო განათლებული კაცი, პეტერბურგში უნივერსიტეტი დამთავრებული, რომელიც მუშაობდა ჭიათურის მაღაროში მთავარ ინჟინერად. ანუ ფაქტიურად უწყინარი ადამიანი რა, ასე ვთქვათ. შესაძლებელია რაღაცა ორი ვერსია არსებობდა, რომ თითქოს მან ანეკდოტი მოკლა სტალინზე, მეორე ვერსიით რაღაც უცხო ქვეყნის რაღაც დაუკრა ფორტეპიანოზე ერთ-ერთ ჩვეულებას. აი ეს ორი ვერსია ვიცით, ოჯახმა მამაჩემი ეძებდა არქივებში ბრალს და იყო დახვედრილი ტროიკის მიერ. ეხლა ეს მე რომ მქონოდა მანამდე წაკითხული, ვეთყოდი ცხონებულ მამაჩემს, რომ მამან უეძებ აზრი არა აქვს, უბრალოდ იგი იქნა დახვედრილი, იმიტომ რომ ეკუთვნოდა ამ კლასს, ბურჟუაზიის თავად აზნაურობის წარმომადგენელი იყო, განათლებული და ესეთი ადამიანი. და როდესაც ასეთი წარსულის მქონეა, მაგალითად, საქართველო, ესეც უნდა ვიცოდეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, მაგრამ ეს არის იმის შედეგი, პირველ რიგში, რომ ხდება ძალიან დიდი ცვლილება. ანუ ირღვევა ძველი წესრიგი და მოდის ახალი და როდესაც მოდის ახალი, იგი რკინის ხელით რა თქმა უნდა თავის მოწინააღმდეგეს იმას ნებისმიერს, ვინც მას არ ეთანხმება, ანადგურებს მაშინ, როდესაც ასეთი ძალაუფლების მქონე არის. და გარკვეულწილად ხალხის მასებისგან ჰქონდათ მათ ხარდაჭერა. შესაბამისად, არასასურველ ადამიანებს ასე იცილებდნენ თავიდან და დღეს თუ გვეტყვიან, რომ ეს ყველაფერი არ მოხდა, არა, ეს მოხდა, ჩვენ ეს ვიცით და რახან რუსეთში ეს ტალღები, ეს მოვლენები ხდება და ალბათ აუცილებლად მოხდება, ჩვენთანაც თუ ეს მოდის, მოდი რაღაცა ცოტა დაბალანსებულად გავაკეთოთ და ოქროშვალები ვიპოვოთ, ის ძეგლი, ვისაც ისა იდეა ფიქსი აქვს, რომ ეს ძეგლი უნდა დაბრუნდეს, კი ბატონო, ეს ჩვენი ისტორიაა, იმიტომ რომ სხვა მოვლენებიც მომხდარა, ხო, მსოფლიოში, სხვა მსგავსი მოვლენები და თავისი ისტორიისაგან ადამიანები არ აკეთებენ დისტანცირებას. პინოჩეტიც ვიცით და პოლპოტიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს არის ისტორიას უნდა უბრალოდ ჯანსაღად და ფხიზლად შეხედვა და გარკვეული იმის გამოტანა, ანალიზის და მე პირადად ამას იმიტომ რომ მე ამას საფრთხეთ აღვიქვამ თუ კი ჩვენ ამაზე კატეგორიულ ვარს ვიტყვით. რატომ? იმიტომ რომ თუ რუსეთში ეს მოხდება და ეს აუცილებლად მოხდება, ეს იქნება საფრთხეთო, იმიტომ რომ იქ გარკვეულწილად დაისმება შეკითხვა, რომ თუ კი ასეთი კარგი კაცი იყო სტალინი და თუ კი ასეთი გენიალური, რატომ ლანძღავენ და აგინებენ მას მის სამშობლოში? და თუ კი ცუდი იყო, ესე იგი მის სამშობლოში სამართლიანად აგინებენ. და თუ კი არ იყო ცუდი და მის სამშობლოში მაინც აგინებენ, ესე იგი ისინი კვლავ ჩვენი მტრების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან. და ეს უკვე საფრთხე არის. და თუ ჩვენ რაღაცნაირად დავაბალანსებთ ამ სიტუაციას, ვიპოვით ოქროშვალეთს, არც კულტად გავიხდით, მაგალითად, იოსებ სტალინის ფიგურას და არც ვთქვათ სანაგვეზე მოვისვრით მას და არამედ რაღაც ბალანს ვიპოვით, ეს იქნება პრაგმატული და ასე უფალიც მოგვიწოდებს, რომ მტრედის უმანკოება გქონდეთ და გველის სიბრძნეოდა. კონდეს უმანკოებაც და სიბრძნეთ, ხო ჯობია რა, ხო არ შეიძლება რაღაცა უკიდურესობაში გადავარდეთ და მაგრამ ჩვენც როგორც მსხვერპლის ოჯახის წარმომადგენლებს თვალებში ნაცარს შეგვაყრიან და გვეტყვიან, რომ ყველაფერი იყო იდეალური არ ყოფილა, მაგრამ აი ეს არის ახლა რაც არის და
მაგივრად თქვათ რაღაცა კულტებისა თუ რუსეთს ეს კულტი ჭირდება დაიბრუნონ, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება კულტი, ჩვენ გვჭირდება ცოცხალი სიმბოლო, რასაც ქვია მონარქი, რომელიც აღდგენაც შესაძლებელია ძალიან ადვილად, თუ კი რა თქმა უნდა გავიაზრებთ, რომ ვართ ტრამვირებული საზოგადოება და ამ ტრამვის მოშუშების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იქნება ამ ინსტიტუტის აღდგენა და შესაბამისად მე მგონია რომ ეს არის გასაკეთებელი რა, ეს არის ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან კარგი. მე ორი რამე მინდა დავამატო უბრალოდ რომ ჩვენ ვისაუბრეთ სანამ ჩაწერას დავიწყებდით რომ თვითონ სტალინის ფიგურის გადაფასება ხდება რუსეთში. ჯერ დაიწყო მე როგორც მითხრეს რომ რუსეთის მეტროებში ესეთი რაღაც გრავიურა რაღაც ესეთი მსგავსი რაღაცების დამაგრება მე არ გამორიცხავ რომ შემდეგ 9 მაისს შესაძლოა უკვე ვოლგოგრადი სტალინგრადი იყოს არ არის გამორიცხული და ზუსტად აღნიშნე რომ როგორც არასდროს რუსეთს ეხა ჭირდება ფიგურა რომელზეც ეკნებათ სწორება აი როგორც ადრე იყო შენ ახალგაზრდა ხარ მე მოვესწარე ხელით სწორება რომ კი პიონერების რა და პიონერების მოვესწარე ხო ეგ იყო კომკავშირლების ხო და ეგ სწორება ჭირდებათ იმიტომ რომ რუსეთი არის დიდი გამოწვევების წინაშე და როგორც ჩანს რკინის ფარდა გარდაუვალია და ისიც გასაგებია ლევან რატო ამბობ რომ ჩვენ ამ ყველაფრიდან დისტანცირებას ვერ გავაკეთებთ რა იმიტომ რომ უბრალოდ მეზობლები ვართ და გვინდა არ გვინდა ამ პროცესის გავლენის ქვეშ მოვექცევით და როგორც ყოველთვის მზად უნდა იყოს სახელმწიფო იმიტომ რომ ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ ხო რომ პოსტ ხდება ყველაფერი რეაგირებაც პრევენციას ვერ ახდენს სახელმწიფო იმიტომ რომ სისტემა იყო თურმე გაუმართავი თორსა იერარქიულად პირველი 5 პირი რომ თავად ასაჭერი აღმოჩნდა ხვდები ხო და რა ბიზნეს ნება რო არ ყოფილიყო ამ ყველაფრის რევიზია მომხდარიყო მე არ ვიცი საერთოდ წავიდა და საქართველოს ხო და აქედან გამომდინარე ძალიან კარგია რომ აი ამის საპირწონეთ საქართველოს ჭირდება იდეა ზუსტად ის ქართული იდეა რაცაც იმ ქართულ იდეაში რაც ნაგოლისხმებია კონსტიტუციური მონარქია იმიტომ რომ ეს არის სიმყარე ეს არის ერის ერთიანობა და უამრავი რამ ასე რომ მე შემპათოს იცი რას დავამატებდი რომ აი აფხაზეთს როდესაც საუბრობთ აფხაზების ეხა არძიმბა ხო არის მაგათი ისა ერთგვარი ბელადი გმირი ხო არძიმბამდე არის ნესტორ ლაკობას ფიგურა არის ძალიან მნიშვნელოვანი რომელიც მათი მტკიცებით იქნა ბერიას მიერ მოწამლული სტალინის ბრძანებით. ესვის ანუ სტალინი არის აფხაზებისთვის კატეგორიულად მიუღებელი ზუსტად და ესე იგი ამგვარი წარმოჩინება თქვა თუ გააქტიურდა სტალინის ხო ანუ ეგ კიდე დამატებითი ის იქნება რა მუხრუჭი იქნება ხო ბარიერი დიდი უზარმაზარი კიდე დაემატება მუხრუჭი იქნება უეჭვი აფხაზებთან რაღაც შემორიგების თემა და ისევ და ისევ რა მონარქი და მისი ფიგურა და ეს ინსტიტუტი არის ბევრად ხელშემწყობი საქართველოს გაერთიანების ჩვენი შინაგანად რაღაცა სულიერი გამტკიცების და გარკვეული სიმბოლოების შემოკრების და ვფიქრობ რომ ეს აუცილებელია ახლა იმას მოусმინე შენთან ლევან მამალაძის ინტერვიუს და ეს ინიციატივა მან რაც გააჟღერა ძალიან კარგი ინიციატივა ჩემი აზრით და გამახსენა სააჯო კარი გემახსოვრება ჩვენ ჭყონდიდელთან არსებული ორგანო სადაც აი ჩვეულებრივ ადამიანებს ქართველი ერის ავიცი ალბათ გლეხკაცსაც კი ხელი მიუწვდებოდა უმაღლეს იერარქიასთან და სააჯო კარი ნიშნავს აჯა ნიშნავს გარკვეულ თხოვნას სპარსული სიტყვა თუ არ ვცდები
რატო ქვიოდა ასე არ ვიცი მაინც სპარსულად, მაგრამ ასე ქვიოდა სააჯო კარი, ესე იგი ადამიანი მიდიოდა გარკვეული პრეტენზიით, გარკვეული თხოვნით, გარკვეული ინიციატივით შეიძლება კიდეც და მაჯაზე ხელი ეჭირა როგორც ჩანს ჩვენს წმინდა მეფეს დავით აღმაშენებელს როგორ რას ფიქრობდა ხალხი, რა უნდოდა და კიდევაც შედეგი კიდევაც ვიცით რა შედეგი დადო და ბატონი ლევანი ამას თუ ამბობს რომ ამგვარი ინიციატივაა საჭირო, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილთან იყოს პირდაპირი კომუნიკაცია, ну გამოდის რომ ბატონი ბიძინა არის უგვირგვინო მეფე. ესმის, ანუ ამასთან გვაქვს საქმე და უგვირგვინო მეფეს ჯობია გვირგვინიანი მეფე წესით. სიმბოლური თვალსაზრისით და ბიძინა ივანიშვილის კონკრეტული პოლიტიკოსია, ხო? ანუ პოლიტიკური პარტიის ეს არის საპატიო ნომერ პირველი ფიგურაა ამ თვალსაზრისით და ამ ადამიანს ანუ დიდ პრობლემებს უქმნიან, ხო, ამის გამო. და სხვა ეთერშიც მithქვამს, რომ მაგალითად ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში საკუთარი პირადი რესურსით, ხო, საკუთარი პირადი ქონებით, მანამ სანამ პოლიტიკაში შემოვიდოდა, მან დაახლოებით 3 მილიარდი აქვს დახარჯული და უდიდესი ქველმოქმედება აქვს გაწეული, ალბათ სოფლიო ისტორიაშიც თავისი ქვეყნისთვის ამდენი რამე გაეკეთებინოს კონკრეტულ კერძო პირს, ალბათ უნიკალური მოვლენა. ხო, ნუ ჩვენ განებირებული ვართ მეცენატებით, სუბალაშვილები იქნებოდა სარაჯიშვილი თუ ანუ საბედნიეროდ, ანუ ჩვენ ქვეყანაში ეს სიახლე არ არის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება მართლაც კოლოსალურია, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც ქვეყანა იყო, არ ვიცი, ურთულეს მდგომარეობაში და შეიძლება და რაღაც ნახის დამსგავსებოდა ქვეყანა, ერი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა პირველ რიგში რაც გააკეთა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, აი ეს კულტურის წარმომადგენლები შეინახა, ის ხალხი, ვინც კულტურას ქმნიდა და აი ამ სფეროსთან ჰქონდა უშუალო შეხებას, ასევე სპორტსმენები. ანუ ხალხი, ვინც იყო მაჩვენებელი სიჯანსაღის და კულტურის, ხო, აი რაც მნიშვნელოვანია ერისთვის. და ამ ხალხისთვის ეხლა ხელფასის დანიშვნა და ну ახალგაზრდები კი ვინც შეძლო ადგა და საზღვარგარეთ წავიდა, ხო, მაგალითად ლევან უჩანეიშვილი ვიცით და რეზო ჩხიკვიშვილი და იყვნენ ასეთი ადამიანები, ვინც მაგალითად გარკვეულ წარმატებას საზღვარგარეთ მიაღწიეს, მაგრამ კახიკავსაძე და გივი ბერიკაშვილი უკვე სიჭარმაგეში საზღვარგარეთ ვერ წავიდოდნენ, ხო? რა უნდა გაეკეთებიათ იმ ხალხს იმ პერიოდში, ზესუმზირა უნდა გაეყიდათ, ასე გამოდის. ესმის, რომ თავი გადაერჩინათ და ამ ადამიანმა მართლაც კონკრეტული ადამიანების გადარჩენით და მათთვის ფუნქციის შენარჩუნებით ჩვენ დანარჩენ საზოგადოებას აი შეგვიქმნა და შეგვინარჩუნა ეს ძალიან მნიშვნელოვანი გენელები გარკვეულწილად, ხო, კულტურის, სპორტის, როგორც სიჯანსაღის და ასე შემდეგ. ანუ ეს დიდი საქმეა. ხო, ეს ხალხი დააბრუნა, გააცოცხლა, მოდი ასე ვთქვათ, ანუ ასპარეზზე გამოიყვანა. ვისაც წინა ხელისუფლება ეძახდა იმას. წითელი ინტელიგენციას ხო გახსოვთ, ჩასარეცთა სია და კი. წარმოიდგინეს, რო არ ყოფილიყო, ხო, რამდენი მათგანი მოხდებოდა ხა ამ სიაში. უამრავი და ნუ საქართველოს არ ყავს ნამდვილად აი დასაკარგი შვილებიო, ხო, ეს ცნობილი გამონათქვამია და მაგრამ შემდგომი ნაბიჯები არის გადასადგმელი რა, რომ ქვეყანა გარკვეული სიმბოლოები დაბრუნდეს ქვეყანაში და საქართველოს როგორც სახელმწიფო იყოს გაერთიანებული და ჯანსაღი. ანუ ამაზე მნიშვნელოვანი საქმე მე მგონი არაფერი არ არის რა, ჩემი აზრით. და თან გარკვეული რაოდენობა ემიგრაციის, აგერ როგორც მე და შენ წარმომადგენლების მაგალითად იმ ხალხის, ვისაც ჯერ კიდევ გარკვეული პოზიტიური წვლილი შეტანა შეუძლია ქვეყნის მშენებლობაში, ყველას დაბრუნება არაა აუცილებელი, ვიღაცა საზღვარგარეთ შეიძლება აკეთოს ქართული საქმე. ეგეც დიდი საქმეა, ხო, თავისთავად და აი აქედან გამომდინარე,
კარგი ინიციატივაა იმის აღნიშვნა მინდოდა ბატონი ლევან მამალაძის, რაც მან გააჟღერა და მე პირადად ამას ძალიან მივესალმები, რომ ეს შედგეს და განხორციელდეს. ხო, მე ბმულშიც ვიყავი და ძალიან რეზონანსული გამოდგა მისი ეს წინადადება, შემდეგ შემთანაც იყო მანამდე სხვადასხვა ეთერებში და მე ის მიხარია, რომ ჩვენგან მოწონებული შენი ინიციატივას ესატყვისება. სათამამად შეიძლება, რომ თავსებადი იყოს. კი ბატონო. ეს ერთგვარი გარდამავალი ის უნდა იყოს, ხო? აი დღეს თუ ყავს გვირგვინო მეფე, ეს ინსტიტუტი, რომელიც შეიქმნება და უშუალო კონტაქტზე იქნება კონკრეტულ ადამიანთან, შემდგომში შეიძლება ის იყოს მონარქიის ინსტიტუტთან კავშირში. ოღონდ ეს ამ შემთხვევაში ჩვენ მეფე არ აყავს როგორც მართველი და მაგრამ სიმბოლური შესაძლებელია იყოს ისიც და ეს ინსტიტუტი უკვე გამართულად გადაინაცვლებს უკვე უშუალოდ თქვათ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და ხო და ის საუბრებიც დამთავრდება რა ეს არაფორმალური მმართველობა უკვე რამდენი ხანია მას ვისმენთ 2012 წლიდან ვისმენთ უკვე ხო და დასრულდეს 26 წელი მოდის რა და სოფლიოში რეები ხდება და ჩვენთან კიდე თემა ის არის რომ ეს არაფორმალური მმართველობა ხო ნუ შემოქმედებითი ტრადიციონალიზმი ეს იდეა თქვათ უნდა გამართოს ქვეყნის განვითარების გეგმა უნდა დაიდოს და გარკვეულ რაღაც დროზე უნდა გადანაწილდეს რა ამოცანები, რაღაც 5 წლედები, ასე ვთქვათ, ხო? რა ამოცანა არის შესაძლებელი მომავალ 5 წელიწადში, ხო? ნომერ პირველი ამოცანა ჩემი აზრით არის ქვეყნის გაერთიანება. მაგრამ ქვეყნის გაერთიანებას სჭირდება რაღაცა ხიდი. ხიდი ჭირდება, სადაც ჩვენ ერთმანეთს გადავეკვეთებით და ერთმანეთს შევხვდებით, ხო? აფხაზს და ოს თუ არ უნდა საქართველოს სახელმწიფოში ყოფნა თანაცხოვრება ქართველებთან, ამას აქვს კონკრეტული მიზეზი. ეს მიზეზი არის მათი გადმოსახედიდან გრუზინიზაცია, ანუ გაქართველება, ანუ ჩვენ მათთვის ვართ საფრთხე, რომ ჩვენ გვინდა მათი ასიმილაცია. მოსპოვა მათი ენის, მათი კულტურის, მათი თვითმყოფადობის, რაც გააჩნიათ და როგორც გააჩნიათ, ხო? მაგრამ ამავე დროს მათი სრული რუსიფიკაცია მიმდინარეობს. და ამაზე პატრიოტი, აფხაზი, აფსუა, რაც გვინდა დაუძახოთ და უწოდოთ, ძალიან ხმამაღლა საუბრობენ. თვითონ თავის შიგნით სოციუმში, ხო? ცდილობენ, როგორც ცდილობენ, ახლა რა გზებს ეძებენ, რომ თქვათ, მაგალითად, რუსიფიკაციას გადაურჩენ. ისინი ცდილობენ მუხაჯირები, შთამომავლები, ვინც არიან დღეს თურქეთის ტერიტორიაზე, იმათ მასიურ ჩამოსახლებას. რადგანაც ისინი დღეს არიან აფხაზური ენის მატარებლები. ისმის, ანუ სრულიად გათურქებულები არიან თავისთავად, სუნიტები არიან, სუნიტური ისლამის წარმომადგენლები. მაგრამ აფხაზური ენის მატარებლები არიან, შესაბამისად აფხაზური იდენტობა გააჩნიათ. და ეხლა 300,000-მდე არის დაახლოებით, ხო? 300,000 სუნიტი ისლამის წარმომადგენელი, მაგალითად საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რბილად რომ ვთქვათ, მისასალმებელი არ არის. ეს და ამავე დროს, მე მგონი შენთან თქვი ეთერში თუ სხვაგან, აქ ჩვენ ვიკვეთებით საერთო ინტერესებში რუსეთის ფედერაციასთან. არც რუსეთის ფედერაციას არ სურს თურქეთის გავლენის ქვეშ ყოფი 300,000 სუნიტის რეპატრიაციის აფხაზეთის ტერიტორიაზე. რადგან ეს დაკავშირებულია ჩრდილო კავკასიის თემებთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ აქ საერთო ინტერესი გვაქვს. შესაბამისად, ისეთი რამ უნდა მოხდეს დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, რომ აფხაზმა და ოსმა თქვას, რომ აი მე აქ კი არ ხედავ ან თურქთან ან რუსთან ჩემი იდენტობისა და ჩემი
ბრაობის გადარჩენის იმას ნავთსაყუდელს ასე ვთქვათ, არამედ ქართველებთან ერთად. ქართველები კი ვამბობთ, რომ მაგათ ჩვენს იქეთ გზა არა აქვთ და ერთადერთი ყველა ახლობლები მათი ვართ ჩვენ, მაგრამ ეხლა საქმეზე ეს არ ჩანს, საქმეში არ ჩანს, ისინი ასე არ ამბობენ. და რაღაცა ხომ უნდა გავაკეთოთ ისეთი, რაც მათ ამას არა მხოლოდ ათქმევინებს, არამედ ნაბიჯებს გადმოადგმევინებს ჩვენსკენ. და ეხლა ეკონომიკური მოხიბლვა ჩვენ უფრო კარგად ვცხოვრობთ და თქვენ ისე კარგად არ ცხოვრობთ და მოდი ჩვენთან ჯობია და რაღაცა ეს არ მუშაობს. მაშინ რუსეთიც დებს ეხლა ინვესტიციებს. საკმაოდ დიდ ინვესტიციებს დებს და მიუხედავად იმისა, რომ თქვა საქართველოს მოეჭრას პერსპექტივა ნატოსა და ევროკავშირში, თუ კი აფხაზეთმა არ იყვირა იმაზე აფხაზებმა, რომ ჩვენ საქართველოსთან ერთად ვხედავთ გადარჩენის შანსს, რუსეთი ამას არ დააბრუნებს არავითარ შემთხვევაში. და ჩვენთან კიდე ეკონომიკური ესეთი აღზევება და რაღაცა ესეთი ფაზაში რომ შევიდეთ, რომ აი ისეთი ჭარბი დადებითი და დიდარი ცხოვრება შეიქმნას. უახლოეს 10 წელიწადში წარმოუდგენელია, იმიტომ რომ გამოწვევებია ელემენტარულად ისეთი, რომ ამას უნივერსიტეტი ხელისუფლება ამას ვერ გააკეთებს და შესაბამისად ეს იქნება კიდე 10 წელი დაკარგული პერიოდი. იმის იმედით, რომ აი ჩვენ ფეხზე დავდგებით, მიუზიდველი გავხდებით და რაღაც ოაზის შევქმნით და რაღაც ამას ვერ გავაკეთებთ. ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ ობიექტური მიზეზები აქვს ამას. ელემენტარულად გარემო სამყარო გვაქვს ისეთი, რომ უამრავი ხელისშემშლელი იქნება და ეკონომიკური მოხუვლელობით ნამდვილად ვერც ოს და მით უმეტეს ვერც აფხაზს ვერ შემოიყვან საქართველოს სახელმწიფოში. გამორიცხულია. ხო, იმიტომ რომ მე მგონი ანუ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა და ამისკენ გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც აქამდე არ გადაგვიდგამს და ამ მეთოდიკით არ გვიმუშავია, იმიტომ რომ ძველი არ მუშაობს, ძველი ნაბიჯები რაც არის გადადგმული, ფაქტიურად არაფრის მომცემი არ არის. სხვათა შორის თქვი. სწორედ ახსენე, რომ ხ წარმოიდგინეს გრუზინიზაცია, როგორც თვითონ თავიანთ ენაზე ამბობენ, იმიტომ რომ ოსეთში ოსურად აღარ ლაპარაკობენ, მე ჩtildeოთესაც არ გულისხმობ, ცხინვალის რეგიონს გულისხმობ და აფხაზეთშიც აფხაზურად აღარც კირილიცაზე წერენ და მე მგონი აღარც საუბრობენ უკვე ახალგაზრდა თაობა, ну ჩემი თაობა ალბათ კი, მაგრამ ჩვენზე ახალგაზრდა უკვე ნაკლებად, იმიტომაც აქვთ იქ მზერაი თურქ აფხაზებზე, ხო და იმის მომენტი, რომ ეს გრუზინიზაცია საფრთხედ მიიჩნევენ, ხ წარმოიდგინეს შენ ისე რა ქვია, სტალინის ფიგურის გაკულტება ხ ჩვენთან. ხო, ნუ მე ხო მაგათ ხო ახსოვთ ის ლავრენტი პავლოვიჩის ქმედებები აფხაზურ ინტელიგენციასთან და ხო და ეხა ერთი სახალისო რამე მინდა გითხრა ეს ჩვენ სანამ ჩაწერას და სახალისო არ არის, მაგრამ უბრალოდ რუსული ინტელიგენციის twin გადაბრუნებულობაზე გაუსვავს უსმებს ხას, ეს არის ეთერის მიღმა ვთქვით, რომ როგორც კი რუსეთში დაიწყო ამ სტალინის ესე ვთქვათ კულტის გამოცოცხლება, ზახარ პრილეპინს ჰქონდა ერთი საინტერესო გამოსვლა, შემთხვევით წავაწყდა ინტერნეტში, სადაც ამბობს, რომ ესე იგი გენეტიკურად თურმე დადასტურდა, რომ სტალინი არა ქართველია, არამედ ოსია და ამას სერიოზულად ესე რამის მეცნიერულ დონეზე ყვებოდა და ის ნამდვილად შეცილებას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ნუ ხა ისტორიული ფაქტებს ხა მხოლოდ იდიოტი ეჭიდავება, მაგრამ მე იცი რა გამოკვირვა ამ ყველაფერმა, რომ აი 4 წელია ომში არიან, გავიმეორებ, 4 წელია ომში არიან და მეტი საფიქრალი არ აქვს, გეგესმის შენ. ხა ზახარ პრილეპინი არ არის რუსული ინტელიგენციის აბსოლუტური უმრავლესობა, მაგრამ საკმაოდ გავლენიანთან ახალგაზრდაა და ფრონტზე იყო და რამე და მიხედვით ამისა აი თulis რომ ეხლა ზუსტად ის დროა, როცა შეიძლება უკვე სტალინის გენეტიკური კოდის გამოკვლევა. მაგასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ აი თვითონ ახლა პრილეპინს აქვს ნიშა კონკრეტული, იგი
წერალიც არის, ასევე თქმა უნდა. ძალიან დიდი აუდიტორია ყავს სხვათა შორის. ხო, ну, ველიკოძержავნიკი ის არის, მისი ტექსტები ხა მე რაც ავიკითხე, აქტიურად ყველაფერი ამაზე მეტყველებს და ის რომ მაგალითად საქართველოსდან ჩამოშორებას ცდილობს გენეტიკურად სტალინის ფიგურის, ესეც საფრთხეა სხვათა შორის. მაგას იმიტომ გამოცემდა იქ. ხო, ესეც საფრთხე არის, რადგან ანუ ისინი ჩვენ ამ შემთხვევაში განგვიხილავენ როგორც შეიძლება როგორც ერთგვარ სამიზნეს და თუ სტალინის ფიგურა იქნება საქართველოსდან გენეტიკურად გამოწეული, ესე იგი ერთგვარი законная цель, ხო? კანონიერი ის არის სამიზნე საქართველოს. შეიძლება ასეთმა ძერჟავნიკმა იმას ქნას, რომ იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ არა, რას ამბობ, ის ხო სტალინის სამშობლოა და ხელი უშვით საქართველოს, მაგრამ ეს გამოვა და იტყვის რა, სტალინის სამშობლო ოსია, კაცო და ოსია. ხო, რაღაცა გაპლა ჯგუფიდან მოიტანს ამონარიც, მაგალითად ძალიან დიდი მეცნიერი ყავთ კლოსოვი, იცი შენ ალბათ, რომელიც ამერიკაშიც ასოცირებულია, მე მგონი აკადემიის წევრი არის ამერიკის მეცნიერებათა. და ხვდები ხო, ეხლა არგუმენტს აკბარიზემეც მოიყვანენ. რომ გიტყვიან რომ რა ქართველი საერთოდ რა გვინდა და სხვათა შორის მე მივლენ იქამდე რომ ბერიაზეც იტყვიან რომ ეს არის რა ქვია ქართველი არ არის მეგრელია იმიტომ რომ მაგრაც ან იტყვიან აფხაზია მერხეული ხო რაღაცა მაგასაც მაგრაც ტილობენ პლატოშკინი არის ერთ-ერთი კიდე გამორჩეული იცი შენ და პლატოშკინი საერთოდ აქვს ესე რომ ესე ყოფს რა გრუზინი მეგრელი აფხაზი ასე წინ ხვდები და ესე თუ გაგზელდა და მაქამდეც მივა რა რომ თან როგორ აქვს ბერიას ფიგურა შერჩეული რომ ესე იგი კურჩატოვის პროგრამა არ გამოვიდო და რო არ ყოფილიყო ლავრენტი პავლოვიჩიო ხო და ნუ ამაში ალბათ დიდწილად სიმართლეა მართლა გამომდინარე იქიდან რომ რა გააკეთა სახელმწიფო სისტემა და თავად ბერია მაგრამ თვითონ მიმართულება იმისა აი როგორც წები არ არის პლატოშკინი ზახარ პრალეპინი და ეს იცი როგორი აუდიტორია მე შენ არ გეუბნები ჩვენ მაყურებელს მსმენელს ვამბობ თქვენ რომ ნახოთ უამრავი აუდიტორია ყავთ 100,000-ობით ირონია რა არის ამ ყველაფერში შეიძლება დუგინი აღმოჩნდეს ყველაზე უწყინარი და გონამდე თქვა ეხა მაგ მივდიოდი ველიკო დეჟავნიკები რო ახსენე ანუ უფრო დაბიო და რაღაცა ესენი ხალხი შეიძლება აღმოჩნდეს კიდევ უფრო მეტი საფრთხე ვიდრე ისა რა ქვია ალექსანდრგელიჩი იმიტომ რომ იმას კიდე ბოლო სხვა ბექგრაუნდია გარდა იმისა რომ ეს არის რუსო დეჟავნიკია და ველიკო დეჟავნიკია ბოლო განათლება აქვს მიღებული და ფილოსოფოსია ლევან ძალიან კარგი და მე ვთვლი რომ არ ვიცი 26 წელი როგორ იქნება და როგორ განვითარდება არავინ იცის მაგრამ შესაძლოა უკვე 26 წლის განმავლობაში რაღაც საინიციატივო ჯგუფიც შევქნათ რა ვინც ამ თემის გარშემო მოისურვებს საუბარს თავის აზრის გამოხატვას მაგალითად ჩვენ წინა პოდკასტში როცა ამ თემაზე საუბრობდით იქ კითხვები ნაკლებად იყო იქ უფრო იყო მოწოდებები ნუ იყო ბუნებრივია კრიტიკა მაგრამ რაც ჩვენ ამ თემას ხშირად დავუბრუნდებით როგორც ჩანს მე თუ ამას დავარქმევთ როგორც საზოგადოებრივ გამოკითხვას ალბათ ხო შემდეგ ალბათ რეაქციაც უფრო ნათელი იქნება ანუ დაკონკრეტებული რა ანუ ზოგად თემებზე კი არ იქნება აი ყოველი კონკრეტული შემოსვლელი ჩვენ სტრიმზე დატოვებს თავის კონკრეტულ შეფასებას კითხვას დატოვებს როგორც აი ზოგად კითხვას კი არა აი ისეთი რაღაცა რიტორიკული არამედ კონკრეტულად რა აი გამიზნული ხო ნუ ერთი ის არის ცოტა პრობლემატური მე რაც წავიკითხე კომენტარებში იყო არასერიოზული მაგრამ ამავე დროს გარკვეული ფენისთვის შეიძლება ეს იყოს ერთგვარი წუხილი რომ ზოგი ფიქრობს რომ თქვათ მონარქიას მოყვება თავადაზნაურობა რაც რა თქმა უნდა არ ითვალისწინებს
მონარქიის აღდგენა, ასევე თავადაზნაურობის აღდგენას და რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თვითონ სიტყვას უნდა დაუკვირდო, რომ ეს არის კონსტიტუციური მონარქია, ესე ფორმალური მხარე სახელმწიფოს თავადაზნაურობაში. რაც შეეხება ეხლა ვიღაცა შეიძლება კომპლექსი კონდეს თავადის ან აზნაურისადმი გარკვეული თავის წარმომავლობიდან გამომდინარე, მაგრამ ამას აბალანსებს ინტელიგენცია, ხო? ადამიანი უნდა იყოს შინაგანად, ესე ვქვია, ინტელიგენტი და გამომდინარე აქედან ინტელიგენტს არავის წინაშე არ აქვს კომპლექსი, არც მეფის წინაშე ამავე დროს და არც დედოფლის და არავის, ანუ რაღაც თავისთავადი თვითმყოფადი ადამიანია, ინტელიგენტი, ვინც არის გარკვეული რაღაც ახლოს ციგნიერებასთან და რაღაც გარკვეულ პროფესიასთან და პროფესიონალიზმთან და კიდე ამავე დროს არის ესა მონარქის რჩენა, ანუ ეს ერთგვარი ბევრ მათქვა დააკვირდი, ხო, ეხლა მაგაზე გამოყავით კიდე ბიუჯეტიო, ხო, ისედაც მონარქია ვარჩინოთ ეხლა კიდე და ანუ ეს არის მეორე და მესამე ხარისხოვანი თემა, იმიტომ რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის შენახვაც ბიუჯეტიდან ხდება, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ინსტიტუტი უქმდება და შემოდის მონარქიის ინსტიტუტი, ბრიტანეთის მონარქიას მაგალითად თუ გადავხედავთ, იგი როგორც ბრენდი ისე პოზიციონირებს და საკუთარ ბრენდს ასევე ყიდის და ფული შემოაქვს პირიქით ბიუჯეტში. ასევე შეიძლება საქართველოში ეს დამოკიდებულია იმ რაღაცა PR-ზე, რასაც ვთქვათ ეს ოჯახი და პიროვნება და ასევე სახელმწიფოს ხელშეწყობით მოახერხებს. თუ ვერ მოახერხებს, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ საკუთარ სახელს, გერბს, გარკვეულ რაღაცა ატრიბუტიკას თავისი ისა აქვს მომხიბვლელობა, თავისი ინტერესი აქვს ზოგი ანუ ბრიტანეთში იმის თქმა მინდა რომ აი მაგალითად ქორწილი როცა იყო ბოლოს ამ პრინცი უილიამის და კეით მიდლტონის დაახლოებით მათმა ქორწილმა ბიუჯეტში მოიტანა 1.5 მილიარდი გირვანკა სტერლინგი იმ გაყიდვებით გარკვეული რაღაც სუვენირების და ასე შემდეგ და იმ ტურიზმის ჩასვლით მაგალითად ქორწილის დღეს რო დაემთხვა და ასე შემდეგ. ახლა ეს ბრიტანეთია თქმა უნდა. მასშტაბები სხვა არის, მაგრამ მასშტაბი სხვა, მაგრამ პრინციპს ვამბობ. ანუ თავისთავად ინახავენ ხოლმე რა. თვითკმარი შეიძლება იყოს, კი, სწორად დაგეგმის შემთხვევაში თვითკმარი შეიძლება. თავიანთი პირადი თანხები გააჩნიათ ამის თქმა მინდა, იმიტომ რომ ისინი რეალიზაციას უკეთებენ თავის სახეს, ბრენდს და ასე შემდეგ. ხო, ეს სწორედ თქვი, რომ ეს ბრენდია. და პრეზიდენტის ინსტიტუტის სისტემაზე მინდა ვთქვა, რომ მე არ ვიცი საერთოდ რატო გვყავს მე პერსონას არ ვეხევი, ნამდვილად არაფერი მაქვს ხა საწინააღმდეგო, მაგრამ თვითონ იმდენად გაუმართავია, რომ არაერთხელ გამომჟღავდა ბოლო პერიოდში, რომ პროტოკოლის ჩავარდნა არის. ეგ არის პრეზიდენტის ვიზიტები ისეა დაგეგმილი, რომ სამარცხვინოა რა. ეხლა სერბეთში რაც მოხდა იქ ჩავლის დროს. ხო, ეს პროტოკოლის სამსახურის ჩავარდნა. ეს რატო გეუბნები, იცი რომ იმდენად სიმბოლურია, რომ მე მგონი ყურადღებასაც აღარავინ არ აქცევს და ეგ არის ჩვენთვის სირცხვილი, ლევან. რაც სერბეთში ტიტალიჩაზე უჩიჩთან ერთად მოხდა, ეგ არ არის იმის ბრალი, პრეზიდენტის ბრალი. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ეგ არის იმისა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს საერთოდ ფასი არ აქვს და ტყუილა არის აბსოლუტურად და კიდე აი ეგ იმის ნიშანი იყო, როგორ იქცევა პროტოკოლი რა. ხო, ხაველაშვილი იქნებოდა თუ ონიკაძე არა, რა თქმა უნდა. ისევე წარმატებით მოიქცეოდა ყველა, იმიტომ რომ როცა ხაველაშვილი რა იცის, ეხლა რომ იმ ქვეყანაში ასეა მიღებული, რომ თავი უნდა დაუხაროს სამხედრო ძალებს. ხო და იქ მოხდა ესეთი გაუგებრობა, რომ მე რაღაცა უცნაურად მოტრიალდა, იმიტომ რომ თვითონ შეწუხდა ალბათ, ხო, გაუგებრობაში მოკლეთ რა და აი ეგეთ საპრეზიდენტო ინსტიტუტს საერთოდ არ გვინდა რა ეგ საპრეზიდენტო ინსტიტუტი რა. იმიტომ რომ ხა ერთი არო ხა შტაინმაიერი როგორ იქცევა გერმანიაში და ხა მეორეა ჩვენთან რა ხდება რა. ანუ ხა რომ ვახსენოთ თქვათ ეს გიორგი ბაგრატიონი, რომელიც თქვათ ჯერ არ არის უფლისწული, მაგრამ ეს სტატუსი აქვს თქვათ ჯერ არაოფიციალურად იგი იზრდება
ესპანეთში, ნახევრად საქართველოში, ნახევრად ესპანეთში უწევს ზუსტად ამ სამეფო ოჯახის წრეებთან ურთიერთობა, მან იცის ეს ეტიკეტი, ანუ მას ზრდიან ჩვეულებრივად სამომავლოდ როგორც საქართველოს მონარქს. ეს არავისთვის დასამალი არ არის, 14 წლის არის უკვე დაახლოებით. ანუ მისი შინაგანი მდგომარეობა ნელ-ნელა მზადდება იმისათვის, რომ თქვათ საქართველოს მოსახლეობა რო გაიაზრებს იმ პრობლემატიკას, ამ კულტურულ ტრამვას პირველ რიგში რო გაიაზრებს, რომ ეს დაემართა საქართველოს კულტურული ტრამვა გადაედება უხილავად შთამომავლობას, ამას ჩვენი საზოგადოება რო გაიაზრებს, მერე და მომწიფდება ეს დრო, რომ უკვე გამზადებული, ასე ვთქვათ, შინაგანად თავისი აღზრდით, განათლებით, მანერებით და ასე შემდეგ ადამიანი იქნება, ასე ვთქვათ, ზუსტად ამ როლისთვის შესაძლებელი. კი, ზუსტად. ჩვეულებრივად. ხო, თან ეხა ისეთ ქვეყანაში იზრდება, რომ იქ ეხა მონარქია, რა ვიცი, აკადემიურ დონემდეა და ეხა იქ ხო ხედავს როგორ არის ეს ყველაფერი. ხო, თან უწევს იქ ურთიერთობა, იმიტომ რომ ესეც ასეთი გვარის წარმომადგენელია და შესაბამისად აქ ურთიერთობა ასეთ გარემოსთან და ეს უნდა გვჭირდებოდეს, ჩვენი მოთხოვნილება უნდა იყოს, რომ ვთქვათ, საქართველოს დაემსგავსოს, ხო? ერთხელ ასე მუხზე გადაგვიმტრიეს რა, ქვეყანა, ასე ვთქვათ, და მის მერე ვართ გადამტრეულები და უნდა წამოვდგეთ და რაღაცა ჩვენი თავი გავიჯანსაღოთ და ამას ახლა თუ ადამიანი გამოვა და მეტყვის ახლა მონარქია მარჩენინე კიდე და რაღაცა, ნუ ასეთ ადამიანთან რა თქმა უნდა მე და შენ ვერ ვისაუბრებთ, გაგვიჭირდება. და მნიშვნელოვანია კიდე რა იცი ლევან, ახლა ეს თემა რომ ჩაეშვება აქტიურ ფაზაში საინტერესოა საპატრიარქოს დამოკიდებულება, იმიტომ რომ ჩვენ კათოლიკოს პატრიარქს უწმინდეს ილია მეორეს ცდელობა ტყუილა ხო არ ქონდა როცა იყო ეს ცდელობა. კარგად შეეხე, აი დროულად ჩემი აზრით. ესე იგი, ეს არის პატრიარქის იდეა, ეს ჩემი იდეა არ არის. რა თქმა უნდა. პატრიარქის იდეა და პატრიარქი არის ყველაზე დიდი ნდობით აღჭურვილი ადამიანი, ყველაზე მეტი ნდობა აქვს პატრიარქს, ყველაზე მეტი ნდობა აქვს ეკლესიას. და დღეს პატრიარქი ახლა ძალიან მოხუცია და ეს კონკრეტული ჩემი სტატია რაც გამოვაქვეყნე, არაერთ სასულიერო პირს გადაუგზავნე, მაგრამ მათგან არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა. ანუ მაღალ იერარქებს გულისხმობ. გარკვეული დუმილია და არ ვიცი, რით არის ეს განპირობებული, მაგრამ ნუ საქართველოს ეკლესია 2000 სლოვანი ფაქტიურად ჩვენი ეკლესია არის, რა თქმა უნდა, ბრძენი, შორსჭრეტელი და მათ ჩემზე და შენზე კარგად იციან, თქვათ, რა ჭირდება და როდის ჭირდება, თქვათ, ქვეყანას და ამის დროც მოვა რა, მათი სიტყვა რა თქმა უნდა გადამწყვეტი არის და ხალხი, ეკლესია, ერი და ბერი შეძლებს ამ ეპოქალური საქმის თავის მოგმას. ერი და ბერი. ერში იგულისხმება თავისთავად ხელისუფალიც და ნუ ბერში იგულისხმება ეკლესია და სინერგია ჭირდება, გესმის? ანუ სინერგიის გარეშე ეს არ ხდება და არ ვიცი. ნახოთ. ლევან საუბრის ბოლოს სანამ ჩვენ მაყურებლებს დავამშვიდობებით, აი როცა ჩვენ ამ ვიდეოს წერთ ახლა, ესეთი წელიც რო შევაჯამოთ რა, ანუ მაგის თქმა მინდა. ეხლა მოხდა ზუსტად აი ჩვენ რომ ვიდეოს წერთ, მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ჯერ რუსებმა გაავრცელეს და შემდეგ ამერიკულმა მედიამაც, რომ პუტინის რეზიდენციაზე იქნა მიტანილი სარაკეტო იერიში. ოღონდ არ გეგონოთ ახლა მაყურებლობას მოსკოვზე, ეს არის ნოვგოროდში თუ არ ვცდები. ნოვგოროდთან სადღაც. ერთ-ერთ რეზიდენციაზე. და ხა წარმოიდგინეთ პატივცემულო მეგობრებო, რომ ეს ხდება ზუსტად მარ-ა-ლაგოს შეხვედრის მეორე დღეს. ეს რას მეტყველებს? რომ არ იქნება ადვილი წელი 26, ნამდვილად არ იქნება, სადაც ლავროვი გამოვიდა და ამ ფაქტზე რამის დაემუქრა უკრაინას და მთელ მსოფლიოს, ესეც ბევრის მეტყველია და
და შენ კარგად ახსენე კარაგანოვის იდეა და მეც ჩემს სტუმრებთან რამდენჯერმე მაქვს ეს თემა განვითარებული, რომ რუსეთის ადმინისტრაციის გადატანა ცენტრალურ რუსეთში, ანუ ზაბაიკალიაში, ესე ვთქვათ. და გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ჩანს კინის ფარდა ეშვება რა და რუსებისთვის ყველაზე სტრატეგიულად აქტიური ზონა არის გლობალური აღმოსავლეთი. ნუ ესე დავარქოთ, ესე ეძახიან ახლა გეოპოლიტიკურად. და აი ეს ფაქტი, რაც ახლა მე ვთქვი და რაც მე და შენ ეთერამდე გავანალიზეთ, ესეც იმაზე მეტყველებს, რომ გადაიტანენ ადმინისტრაციულ ცენტრს. იმიტომ რუსეთს ყოველთვის ჰქონდა ეს ფუფუნება სტრატეგიული სიღრმე. მეორე მსოფლიო ომიც ამაზე მოიგო და ნაპოლეონი ზუსტად ამის ხარჯზე დაამარცხა საბოლოო ჯამში. ხო, და ეს სტრატეგიული სიღრმე აქვს რა და ბუნებრივი ამას გამოიყენებენ. და მთელი ადმინისტრაციული ცენტრი გადავა იქითკენ და მოკლედ როგორც ჩანს ეს წყნარი ოკეანის აუზი იქნება 26-დან 30 წლამდე ყველაზე მნიშვნელოვანი. კი ბატონო. და ეხლა მე მინდა რა იცი რომ რახან წელი სრულდება და ჩვენს ძირითადად რაც საქმელი გქონდა ვისაუბრეთ. რას უსურვებდი, რას იტყოდი აი ამ ვიდეოს დასრულებისას წელით დავდება. წელი შეჯამება შეიძლება იმით რომ ზუსტად ამ წელს საქართველოს აღმართა სუვერენიტეტის დროშა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ჩვენ ერთგვარი სამსხვერპლოზე ჩვენი თავი არ მივიტანეთ რაღაც ეფემერული დაპირებებისა და გარკვეული ოცნებების შედეგად რაც იყო დაპირებული, ანუ არ გავყავით მოკლედ ამ მარყოში თავი. ეს რა თქმა უნდა მეტყველებს სიმწიფეზე და გარკვეულ სტრატეგიულ ხედვაზე, რაც გამოავლინა ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ეს რომ შენარჩუნდეს და გამყარდეს ჩვენი საუბრები ზუსტად ამაზე არის, რომ როგორ შეიძლება გამყარდეს სუვერენიტეტი, ქართველი ერის შინაგანი მტკიცე მდგომარეობა, ანუ ეს არის გასაკეთებელი, რაზეც ვისაუბრეთ, ხოლო წელი შვიდობიანად და ლამაზად ვასრულებთ ამ წელს სუვერენიტეტის აღმართული დროშით და ეს არის ძალიან მისასალმებელი. და ასეთ შემთხვევაში ნამდვილად ასეთ სიმტკიცეს მოგვით ერმაც გამოავლინა სიმტკიცე და სიბრძნე, იმიტომ რომ არ აყვა გარკვეულ პროვოკაციებს, ასევე მოხდა გარკვეული შიდა აგენტურული ქსელის გამოვლენაც, მათი ერთგვარი განიარაღება და ნუ მთელი რიგი სწორი კანონები იქნა მიღებული, რაც აუცილებლად აღსანიშნავია. ოჯახის დაცვის კანონი, რაც არის საწინდარი იმისა, რომ მომავალში დაბრუნდება გაგება იმისა, რომ ოჯახი მნიშვნელოვანია, რომ შვილიერება, მრავალშვილიანობა წასახალისებელია და ის რომ ერი გასამრავლებელია, ანუ ეს სწორი კანონები და სწორი გადაწყვეტილებები არის საწინდარი სამომავლო პერსპექტივების და მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მართლა სერიოზული турბულენტობები იყო და ქართველები ერთმანეთს უპირისპირდებოდით ყველანაირად, მაინც ეს წელი შვიდად კარგად სრულდება და მინდა ყველას მიულოცო დამდეგი ახალი წელი და შემდგომ შობა, ნამდვილი მართლმადიდებლური და მინდა ვისურვო აი მეტი სიფხიზლე რა, სული სიმტკიცე და გონებრივი სიფხიზლე, რომ ადვილად არ ვიყოთ ვიღაცის მანიპულირებადი ხალხი. ჩვენ ვართ მართლა ძალიან ძირძველი და გამოცდილი ერი და რაღაცეები კი შეგვეშალა ბოლო თქვათ 10 წლეულებში საკმაოდ სერიოზულად, მაგრამ
რას ვიზამთ ახლა ზოგი ჭირი მარგებელია. ასე ვიყავით ალბათ სულ და ხო და მოკლედ პოზიტიურად დავამთავროთ ეს წელი და მე მგონი ვამთავრებთ კიდევაც პოზიტიურად და ღმერთმაც ხელი მოგვიმართოს. გაიხარე და სუვერენიტეტის აღდგენა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. მე სიმართლე გითხრა ლევან არ მეგონა თუ ჩვენ ამერიკის საელჩოდან ქარდებს აღარ ვნახავდეთ რა. და ისიც არის რა რომ ამერიკის ადმინისტრაციაშიც ტრამპის მოსვლა სულზე მოგვისწრო რა. და მართლა არ ვიცი. მაგრამ როგორც ამბობენ ბირჟონოვა ბოგბირჟოთ ხო იცი? და მიზეზშედეგობრივი ციკლი ზუსტად ისე ჯდება, როგორც იმსახურებს. სუბიექტი ან ობიექტი ხო და ჩვენ ეს ეთყობა დავიმსახურეთ და იმიტომაც მოხდა ეს ზუსტად ასე როგორც მოხდა. მე უბრალოდ სურვილად დავიტოვებდი იმას მე ამ თემაზე გვისაუბრია ხშირად და უბრალოდ დასკვნით ნაწილში ამას ვიტყვი რომ ერთი რომ ვისურვებდი რომ ეგრეთ წოდებული კონსერვატიულ ფლანგზე ყოფი პოლიტიკოსები, აქტივისტები, თუნდაც საზოგადო მოღვაწეები გავერთიანებულიყავით რა და აქეთ ფლანგზე არ ყოფილიყოს გაუგებრობა, ქიშპი და ურთიერთძიზღი, რაც მე თვითონ ვიწვნიე, იმიტომ რომ ჩემი არაერთი სტუმრის შემდეგ კომენტებში უმძიმესი რაღაცები იწერებოდა და დავანებოთ ამას თან ხვდებოდი რომ ეს ლიბერალური მხრიდან არ იყო, იმიტომ რომ გლობალური ლიბერალიზმი როგორც ჩანს 26-27-ში უკვე წარსულში ჩაბარდება და ყველაზე სამწუხარო ეს იყო ლევან რომ ხვდებოდი რომ ეს ლიბერალური მხარე არ იყო. აი ეს არის. ამას ვისურვებდი რომ ეს ფლანგი გავერთიანებულიყავით, წინააღმდეგობები არის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმის მიზეზი რომ ჩვენ ერთმანეთი მოვიძულოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძირითადი მტერი ნელა-ნელა გავა და დავრჩებით ერთმანეთის პირისპირ, ხო და მოვიზავთ ისე რომ ერთმანეთს გადავეკიდოთ. და მეორე ერთი მტერი წავა, მეორე მოვა, მაგრამ გადარჩენა არის ზუსტად ჩვენს ერთიანობაში, კონსოლიდაციაში. ზუსტად. და მეორეს ვიტყვი კიდე რომ მე და შენ ხშირად გვითქვამს რა რომ შენ ბერლინში ხამე ამერიკაში ემიგრაციის საჭირო თემები შენ უამბრავს აქვეყნებ ძალიან საინტერესო სტატიებს და კომენტარებში ხვდებოდა რა რომ ესე ვიტყვი კრებსითი ფორმით ვიტყვი ამ კატეგორიის მაყურებლობისას რომ რასაკეთებს ახლა მაგ უცხოეთში რა თუ ეგეთი მაგარი ბიჭები ხარ დაბრუნდი და საქმე აკეთე და ლევანს არაერთხელ აკნათქვამი თავის მიზეზი რატო არის ბერლინში და მე უბრალოდ აღარ ვამბობ ამას და ეს გეხებათ იმას ვინც ამ კომენტარებს წერდა გადაახვიეთ ან ძველი ვიდეოები ნახეთ სადაც მე ხშირად ვამბობ თუ რატო ვარ აქ აღარ მინდა უკვე ამდენჯერ ამის საუბარი ხო და მოდი რა საკუთარ თვალში იპოვეთ ის და მე სხვაგან ეძებს ხვის თვალში დიერ მოკლედ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა და მე მგონი დავასრულეთ. პატრიცებელო მაყურებლებო, გილოცავ დამდეგს დღეს 29 არის. ლევან ხო არ მიშლება ხო 29? ხო 29. ხო 29 და რა ვიცი, ორ დღეში ახალი წელია, ბედნიერად იყავით, ჯანმრთელად იყავით და ჩვენ დაგიბრუნდებით ახალ წელს. და კიდევ ერთ რამეს დავამატებ, მაგრამ აქ იყავ ლევან რომ ვისაც ეს თემა მიგაჩნიათ აქტუალურად ან სამჟელოდ ძალიან გთხოვთ გაავრცელეთ და გააზიარეთ. ნუ მე და ლევანი ხა ჩვენ სოციალურ გვერდებში კი ვდებთ ჩვენ ვიდეოებს, მაგრამ თუ თქვენ ამის თანამოზიარეები ხართ, თქვენს მაქსიმალურად გაავრცელეთ. მოკლედ ეს იყო ჩემი მოთხოვნა. აბა ლევან, შენ გემშვიდობები შენ ოჯახთან ერთად ძალიან ნაყოფიერი წელი იყო და 26 კიდე უკეთესი იყოს. და მოგებას გისურვებთ და ბედნიერებას. ასევე. აბა დროებით ბედნიერად. კარგად. გილოცავთ დამდეგს. კარგად.